მინდა მშვიდობა და ვამბობ ამას ყველგან და ვავრცელებ ამ ამბავს. ეს არის ჩემი მისია დღეს და საერთოდ ამ სოფლის წინაშე. ეს ერგენეთია. ყველას მოვალეობა მე მგონი ადამიანები და კიდევ ერთხელ ძლიერი სოფელი, ძლიერი სოფელი. ეს მემორიალია, გმირთა მემორიალი. ამ საქმეს ბატონი ანზური. გასათევში მომეცა საშუალება რომ საქმე მონაწილეობა და ვთქვი რომ ეს სულის სიძლიერია ყველაფერი ქართული სულის რომ იმდენად ცუდი სიტუაცია სოფელმა ასე შეინარჩუნოს თავის შეინარჩუნოს პატივისცემა ნამდვილ და ნამდვილი ოსებისადმი და შეინარჩუნოს იმის სურვილი რომ ერთად ვიყოთ ამ ქვეყანაში და მას ინვალიდიკაცია გეთებს სასიამოვნოა ეს ძალიან ყველაფერი წინ სპორტული ღონისძიება უძღოდა ყველგან ერთმანეთს თვალებში რომ ერგენეთის სკოლა წუხარო საკარცეთი ტელევიზია არ არის ქართული ერგენეთიდან მხოლოდ ცუდამბებს გადმოცემენ დღეს ესეთი სიტყვოთი სავსე ესეთი მოვალზე ორიენტირებული შეხვედრა არის არავის არ აინტერესებს მე გარკვეულწილად ვარ ბედნიერი ვარ გასაკ აბდონა ციცინო ბაბუციძის ნინო სალუკვაძის შემწეობით და გულისრემი უხმათებურება ყველა იმ ადამიანში ვინც აქ ვართ ძალიან იშვიათად იცავს ბოლო პერიოდში წუხეთ სავსე და მომავალზე ორიენტირებულ როცა ჩვენ შერიგებაზე ვსაუბრობთ სულაც არ არის ძნელი დამერწმუნეთ იმიტომ რომ გიორგი ბესაუთი თარგმნიდა ვეფხის ტყაოსანს და ოსურად თარგმნა ვეფხის ტყაოსანი და ებრძოდა სიმსივნეს ადამიანი აი ეს ძალიან ცუდად იყო და ქალბატონ ზია ხეთაგურს ურეკავდა ხშირად და ეუბნებოდა ზია ცოტაღა დამრჩა ნეტავი არ მოუყვდე მანამდე სანამ არ დავასრულებ დაასრულა ვეფხის ტყაოსანი და ბოლოს ტრიქონს გაჰყვა მისი სიცოცხლე მან დატოვა ხიდი ერთგვარი კი არა ძალიან ძლიერი ხიდი ქართველებსა და ოსებს შორის ეს ერგენეთია ბატონებო ერგენეთია ძალიან ძლიერი ქართული სოფელი სხვადასხვა ნეიტრალურ მხარეში ვხვდები წარმოიდგინეთ ანკარაში ხალხ ოსებთან შესახვედრა როცა სიტყვას მომბობთ თქვი რომ ქართველები არავის არ ებრძვიან ისინი მეუბნებიან არაო ვერ შევიდნენ არავის გამარჯვება არ უნდა ქართველებს უნდა ძლიერი საქართველო მოვედით ამდენი ქართველები მისასვლელი გაყვანული რომ ფაშისტები რომ გონივართ იქ ასე რომ გეგონეთ მე 9 დღეები ჩვენ ძლიერი ვერ ვიქნებით თურმე შეიძლება რომ ერთობა არ გექნება ქართველებს აფხაზებს ოსებს ამ განწყობითაა ყველა ეს გამოსვლა დღეს საოცარი წიგნი ჩამოვიტანე საქართველოს ინტეგრალური რესურსები რომელიც ქართველებისა და ოსების ერთობლივი შემოქმედება გადავეცი წიგნი გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ ძალიან ამაყია სადაც მართალია მე მოსმინოთა მე ეროვნებით ოსი ვარ, მაგრამ ოსი ქალბატონი საუბრობს, ნახეთ ხალხურა სოფელი რასიბძნია ხალხში, როგორი განწყობაა ხალხში, როგორი განწყობაა ხალხში. ბავშვებს მე ქართული დედაენას ვასწავლე. სასაულია. ჩემ ინსტიტუტონ ყობაც პირველ კლასში ჩემთან მოვიდა ერთი წელი. ოსი ქალბატონი ქართველებს დედაენას სასწავლის, ამ ქვეყანაში როგორ შეიძლება რომ ასე ცხოვრობდეთ. როგორ ამ პოლიტიკოსებმა რა გვიქნეს ხალხს ქართველებს აფხაზებს და ოსებს გაიმარჯვეს პოლიტიკოსებმა და ვარ ოსის ხალი მაგრამ ხუთი ქართველი შვილის გამზრდელი აგაშენა ოჩა შენ გაიხარე
შენ გაიხარე კაც, შენ გაიხარე. ოსი, მეუღლე ქართველი და ქართული და ქართველი ოჯახში. ასეთ ადამიანებზე დგას სახელმწიფო და ყოჩაღ თქვენ, ყოჩაღ. მე ბედნიერი ვარ, რომ მე გიორგის ძმისშვილი ვარ. დაგუპულის, როგორც ვეფხისტყაოსანი თარგმნა. ყველას მიმართ. მე მახსოვს ვიზა ჩემი როდესაც თარგმანს აკეთებდა ამ ყველაზე კარგი რაც ჰქონდათ ქართველებს ის მიიტანა ოსებთან ის იმისი თქმა უნდა რომ დიდი აი ნამდვილად შერიგების ხიდი გაედო ოსებსა და ქართველებს შუა მიიღეს მაინც მიიღეს დღეს არ მიიღეს ხვალ მიიღებენ აუცილებლად ასე იქნება მე მწამს რომ ყველაფერი კარგად იქნება ოსები და ქართველები შერიგდებიან ერთად გააგრძელებენ აუცილებლად მე ეჭვიც არ მეპარება აუცილებლად დიდი მადლობა სიკეთე გქონდეთ ქალბატონო ყოჩაღ აგაშენათ იმასე დაჯერებაზე მე მგონი რომ აბეკლე ბავშვები მეგრებისა და ეს საცივილიზებული სახელმწიფო ერთად და მივანიშნა კიდევ ამას სკოლაში ვტოვებ რომ ყველას ქონდეს საშუალება ესენი ნახოს ყველა ბავშვი არის ჩემი გამოსვლა ოსების წინაშე ჩვენ მართლა არ გვაქვს მომავალი ერთმანეთის გარეშე და ეს ძალიან დიდი გამოსვლა იყო სადაც მე შინაგანი რწმენით ვამბობ იმას, რომ ჩვენ მონანიება და შენდობა გაგვაერთიანებს და წერია ვიდრე ყოველი ქართველი საკუთარ თავში მოძებნის ძალას მოინანიოს და შეუნდოს სხვას ვიდრე ყოველი ოსი ამას ვერ გააკეთებს საკუთარ თავში არ მოძებნის ძალას მოინანიოს და სხვა შეუნდოს არათუ ჩვენ ურთიერთობები არ განათდება რამე ჩვენ ერებს ეკნებათ ასეთ შემთხვევაში ეკნება ჩვენს ერებს ნათელი მომავალი მე აქვე წერ რომ მხოლოდ ნამდვილ ქართველებს შეუძლიათ მონანიება მწამს და მჯერა მხოლოდ ნამდვილ ოს შეუძლია მონანიება და მე ვამბობ რომ ნამდვილ ოს და ნამდვილ ქართველს არავითარი პრობლემა არ აქვს ურთიერთობის და ხმამაღლა ვამბობ ვინც ხელს შეუშლის ჩვენს ურთიერთობას ან მომავალში გააკეთებს ამას ის ფიქრობს ხოლმე საკუთარ სკამზე და ებრძვის საკუთარ წასულს საკუთარ ქვეყანას საკუთარ თვისდომს საკუთარ ეროვნებას მიშვილებს და ერის მომავალს აი აქვე მაქვს ამ წიგნში შეტანილია უნიკალური რამ ეს არის რეზო ამაშუკილის მიერ 2011 წლის 26 ოქტომბერს როცა მე ოსებთან შეკრებაზე მივდიოდი იქ მაშინ გამატანა ნახეთ რას ამბობს რეზო ამაშუკელი მე სალანი ვარ და ის ქართველი რომელსაც ვერაზროს აგლეჯენკულიდან თქვენ სიყვარულს და პატივისცემას შეჩვენებული მყავს ყოველი ვინც ჩვენ შორის წყალი ანგვრია ცოდველი მღერთია მხოლოდ სამი შვილი მყავს და სამი ვაჟია მათ აქედან უნერგავს თქვენ დამიძმობას დიახალანი ვარ ის ქართველი ვისაც არღვებში დედოფალ ბორდუხანის სისხლიდან ამიდის ვინც ამახია დავით სოსტანით ჩვენ ყველანი დიდი კაცები სიტყვის კაცები და მომავალი ვარ ამიტომ დავდოთ ალალის სიტყვა და უნდა ჩვენი მათქმს მამისაშვიც ხარო დიდი საოცარი სიტყვებია მე დამანგრია და დამხალა ამამყრეული დრო და უფალი წამეყოს ერთი ნათელი ერთი სანტიმეტრის ამინ თეთრამე თუ ხულით მიყვარხარ და იმედი მაქვს ერთად ვიქნებით რეზო ამაშუკელი საკრამტიკში არის აფხაზური კანტონში ნიშნიანების ახლა ეგერ ბატონიან ზორი საუბრობს ასევე ზვიად დაგварит სოფიჩველი უდიეს მადლობა ზვიად გენაცვალა შევიტან აი ეს ჩვენი გედის ნომერის რა შეტალიკას ბარ აი ჩვენ მეგრების მაგალ მომავალი თაობა რომ ვაგერ დღეს მიგდეთ მონაწილეობა ამ თამაშში ბავშვებო მე მინდა რომ გითხრათ ესეთი რაღაცა დღევანდელი დღეს არის გამარჯვებული არის მეგრების გუნდი მაგრამ იმის გამო რომ ეს არის გათვლილი იმაზე რომ ერგნეთის თუმართ მოყარია და იმის გამოგაც ის თუმართ მოყარება რა თქმა უნდა ესა იმდრო რომ ფასე გაგლე დაუჭად ვერანაირად გამარჯვებული არის
იმის გამო რომ ახლა ეს თამაში იყო სიმბოლური იბიჭების სულების ხუთიდან მე ესე ვიცი რომ დევანდელ დღეს როგორც ომში არ არსებობს არცერთი მხარე გამარჯვებული დევანდელ დღესაც გამარჯვებული მე ესე ვთქვი რომ ორივე გუნდია გამარჯვებული ორივე გუნდი არის ის მომავალი თაობა რომელი მომავალი თაობაზეც უნდა იგდეს ჩვენი სოფლები და ჩვენი მხარე მე მინდა რომ გითხრათ რომ თქვენ ადელა გამარჯვებულებთან იცით რატომ იმიტომ რომ დღეს თქვენი პატარა სირები მონაწილეობით თქვენი პატარა ბავშვური გულები თქვენი ბავშვური სიყვარული თქვენი ბავშვური აი მოგონება შეიძლება დავარქვა ეს პატივი მიაგეთ ამ ბიჭების ქსოვილად ისე რომ ერთი განსხვავება იქნება ყოველდღიურად ის რომ მეზრები იქნება პირველი და მეორე მაგრამ დანარჩენი თანაბრად გადმოეცემა გუნდებს აი ეს საჩუქრები და იმიტომ რომ მე აი ბავშვური გული მე ხო ვიცი არ მინდა რომ აი ვიღაც რომ აი დაიჭრა არა მინდა რომ დღეს ბავშვები თვითონ რომ ერთმანეთი გადაეხვიო მე ჩვენ ჩავეწვევთ ერთმანეთ მე სურათები გადავიღოთ სამახსოვრო და ვთქვათ რომ 16-მე ბავშვი არის დღეს გამარჯვებული აი ეს მინდა რომ ესე ვთქვა ეხლა მე ბრიკის გუნდს პირველ აი მედრებს მე ვთხოვ ბატონ ვალო ჯაფარიძეს დავთქვევ ავთო ზაურ ნაჭებიას აი ეს მედლები დაჯდონ აი ჩვენ გავხსნით აქ მოვეთვალებია აჰა მოვეთვალე ბატონო მოგდან ვაბავში ზედ მოვიდეთ და დავშეთ არა ჯეთ პირველი მოვეთმადე გავხსნათ ჩამოვიდოთ ულა ჩამოვიდეთ კი მაგრამ აი მოვიდა პირველი ბავშვი აი ნახეთ დაზიარებული თქვენი ჩემთან ჩემ გულთან ერთად არის აბა გიმოცა დაგიგეთ წარწერა დიდი მადლობა სიკეთე გონდეს ტელეფონის დავწერე და მახარებს გავიხარე რომ თქვენ ოსი ქალბატონი ქართველებს ქართული სასწავლით და ყოჩა დიდი მადლობა გაიხარეთ დიდი მადლობა ტელეფონის დავწერე უკან და აბა ზიადი ეხა მოდი ეხა დავაჯიდოთ მეორე და ითეთე მეორე გუნდი ბატონი მერაბ კეთკიკაძე და თემური იბატონი ბატონი ვის ვაძლევთ ვის უნდა გადავცეთ მოდი ჯუბა ბეგენა და თემური ბებე ჯუბა ბატონო მოგზავნით ჯუბა ბატონო ბატონ თემური დაკორდება ჩვენ ვარაბედან გადავწევ კი ბატონო მოიცა დაუძახებ იმას მოვიგეს რა აღარ იყო სიარულის საროვით მოვიგეს ბედნიერი დღეა დღეს და უმრავლეს საქართველოს ასეთი დღეები უბრალოდ
როგორც წყლის ვერცვეთში შეიძლება მთელი ცხოვრების ანარეკლი მოთავსდეს, აი ეს ამ ღონისძიებაში უმავლის საქართველოს ჩანს. რა კეთილშობილებაა, რა სიკეთეა ხალხში. ოხ, ესე იგი ეროვნული განწყობის ხელისუფლება, რომელიც გულიანად ელაპარაკება ხალხს და რა კონცერტებით, ოქტამბით, არამედ მოსყიდვით, არამედ აი სწორედ აი შინაგანი კულტურით უციტყვი. ჯობარებელი გადაცემს. მოვიძან ბატონი მე რადი ბატონდება მაჯი ფერმობ კი ბატონო გავქნავით არის კი ბატონო ერთი ზაურ ბატონო არ გათიშოვა გქონდეს ასე ბატონო მერა ბორი დარჩა. ბავშვი სუხარი. საბოჭკა. ასე ზვიადი თქვენი კაპიტალი ვინ არის? თქვენი კაპიტალი ვინ არის? გიორგი გენჯაძე. ატარეკაცო ეს გადმოგეცემათ გენაცვალე როგორც გამარჯვებული გუნდი აი ეს გუნდი და აი ეს გენაცვალე თქვენ კარვით შენი გუნდია როგორია? აბიდანო ატარეკაცო შემო ეს გიდრო შემო საყვარელი გიჭა გადმოგე ზაზუკა ხო? ზაზუკა გენაცვალე ჩემი და აი ხასი შენ შეგუდა აი ზუთი გენაცვალე შენ ერთი კიდევ არის ერთი მინდა რომ ვიფრათ რა სიტყვა ხალხში და როგორ დააპირისპირეს ეს ადამიანები პოლიტიკოსები როგორ დააპირისპირეს ხალხო გამოფხიზდა იდეეთა მისით მინდა გადავწე ჩემს უსაყვარლეს პატარა ბიჭს რომელიც აგრძელებს თავის ბიძის კვალს წელყობა კასრაძის ასეთი Ten genacვალე ეს ბიძა დაეღუპა მისმა როგორი ლაპარაკა დღეს სასაული სიტყვა თქვა ყველაზე მთავარი მე მინდა ვთქო ბატონ თემურ შაშიაშვილს ყველაზე უმთავრესი რაც ეს არის ბატონო თემურ ეს არის გარდამავალი თასი ჩვენი აფხაზეთში და სამარჯაბლოში გარდაცვლილი ბიჭების სახელზე მიუხედავად იმისა რომ დღევანდელ დღეს გამარჯვებული არ ყავს მაგრამ გამარჯვებულები არიან მეგვერიკის გუნდი შემოზვიადი როგორც თქვენ გუნდის ასე იგი ხელმძღვანელი აერთავს ბატონი თემური გადმოგცემ საზეიმოდ და მიიტანთ ჩემი უსაყვარლესი მეგობრის ჩემი უდიდებულესი გმირის ჩემი ქუჩა დაუწოთ რომელი დაიზღვა 2008 სააგენტოს დაიწყო სოლიცველი ეს ის ნაცნობი და გადამაი ხასი მოვიდა და მაგარი მასწავლებელი მადლობა ერთმანეთში უნდა გადაკეთოს დამარჯვებული აუცილებლად ეგრე მეც უნდა მოვიდე
სადაც ჯერ მივიყარე ებავშეს მოვესიყვარულებს ყველა. ზიადი აი ეს მომიყარე ყველა ბავშვთან მოვესიყვარულებს. აგაშენა ღმერთს აგაშენა. მოვა მე მოვალ ბავშვებს თქვენთან. მე მოვალ თქვენთან სიყველას ჩაგეფრე გინაცვალე. ეს კაცი გახლავთ ამის ორგანიზატორი ბატონებო. აი ასეთი სულის ქვეყანაა საქართველო, ასეთი სიძლიერის ქვეყანაა საქართველო. თქვენ აგაშენათ ხოლმე. როგორი ძალა მივიღე ამ დღეებში. სიმეთ ვიყავი გრიპით და დამავიწყდა ყველაფერი, აქ ვარ წამოსულიყავი. არ შეიძლებოდა უბრალოდ რაღაც ოჩა. ცრემლების გარეშე ამას ყველაფერს ვერ უყურებ და აი ეს არის ბატონებო, როცა მეცნიერთა კონგრესი ამბობს, რომ ამ ქვეყანას სიყვარული შოთა რუსთაველმა რაც გითხრა სიყვარული არ მომამბობს. შეიძლება ასეთ სიძულვილის ენით ლაპარაკობთ ერთმანეთში. პოლიტიკოსებმა რა უქენეთ ამ ხალხს, სიძულვილი დავთესეთ, რა ლანძ გვაგინება. ქვეყანას როცა ერთობა ჭირდება, ხალხში ნახეთ როგორი ერთობა აქვს. როგორი ერთობაა ხალხში, ნახეთ ხალხი როგორი ერთობაა. ეს არის კალბატონი, რომელმაც თავის შვილი გააცილა, ხო? 20 წლის ბიჭი წავიდა, ხო? 20 წლის ბიჭი მოყვა დღეს როგორ გააცილა და უთხრა რომ ორშაბათს დაუბრუნდებია და ორშაბათს მოასვენეს მისი შვილი სახში და სასაული სიტყვა თქვა. აი მე საქართველოს გიყურებთ ახლა უთხარით რამდენიმე სიტყვა. დედავარ კობაკასა. რომელიც გმირულად არის დაღმართული. საქართველოს თავდადებული გმირის სახელი გადაწყვეტა. მე ვიტყოდი რომ თუ ამ ქვეყანას რამე შვილები ჩემი ყობას დაღმირის სისხლია. ალალი სამხედროს ის თავგანწირდი ძოდა. წიწლიცი გახდა და მამა რო ეუბნებოდა რომ ჩამოვიდა ერთი დღე დროშილო ერთი დღე მაინც იყავი მამა შენ სახში დაიძინე შენ კრავზე და მამა შენ არ ეძიუმში ხალათი არ შეიძლება და წავიდა მეორე წავიდა და ჩემთან მე ნახეთ როგორი მოსასვენე ესენდა ნახეთ სურათი აგერ ის პატარა ბიჭი წეგან კალამევაჩუკა და აი მის უკან აგერ აი ოსი კალბატონი დღას რომელიც ქართველებს ასავლის ქართულს. აი ხალხში არის განწყობა. რა ვქენით ეს პოლიტიკოსებმა, რა ვქენით ეს რა უბედურებაა. ჩვენ შევძლებთ ერთმანეთთან ძლიერს იმას, როცა ასეთი დედები გვყავს, ასეთი კალბატონები გვყავს, როცა ეს აი ესეთი თბილი ღონისძიების ჩატარება შეიძლება ამ ცხელ დღეებში. სიკეთე გქონდეთ, თქვენ ხوار ეთქვით რამეს, თქვენ ხوار მიმართავთ. კალბატონლე, თქვენ ხوار მიმართავთ, აი გიყურებთ ბევრი, რამდენიმე სიტყვა უთხარით თუ გნებავთ. რაც არ უნდა ეცადონ ჩვენი მტრები მაინც ვერ გავთიშავენ ოსი და ქართველი იყო და დარჩება ერთად და მუდამ ერთად ვიცხოვრეთ მე აი ოსი კალბატონი აი ეგერ ქართველი კალბატონი ბატონებო აი ნახეთ სასაული ესაც ხდება სასაული ესაც სასაული ესაც ხდება სასაული აი ესეთი თბილი რამეები რო აჩვენოს ჩვენ ტელევიზიებს ჩვენს იმას ეს არ აწყობთ რომ ესეთი რამე რო გავიდეს თუ ეს არ არის ტრაგედია იმაზე რა აი კალბატონი ნინო უკვე წეგამთქვი რომ მისი წყალობით ვარ აგეთ რაღაცა უთხარით როგორი ამაღელვებელია ყველაფერი ესენი ყველას მოგესალმებით და მოგეფერებით მართლა მჯირის ცემა არ ყოფილა მთავარი არის აი სიყვარულის ძახილიც არ ყოფილა მთავარი თუ ჩვენ ერთმანეთს არ მივიახლეთ თუნდაც ხელი არ შევახეთ ამ რკინის საშუალებით ის ემოცია არ გადმოეცემა მე ვისურვებდი რომ თითოეულმა ქართველმა ქალბატონმა დედამ შეძლოს ის რომ მთელი საქართველო მოატაროს მისი შვილი მისი მოდგმა და არც ერთ ღონისძიებებს საერთოდ რასაც ქართული კი არ გამორჩნენ სხვანაირად ემოცია და გაზერება არ ხდება სხვანაირად მოდი კალბატონი ნუ გადაიღე სურათი ეგერ მოდი გადაიღე მოდით ელა აგერ ჩავდგეთ არა მოგძაგე ორი ბიჭებო ინახეთ იგავი სასაულია როგორი გარემოა მანუკა მერა ჯუბა მოგძანდით რა ჯუბა ბატონო მოგძანდით მერა ბატონო მოგძანდით ბატონო მერა მოგძანდით რა მოგძანდით აგეთ მოგძანდით აგეთ მოგძანდით
ზიგოს. მოდით, წადეთ, მოდით. არა, განაწილდებია. გვეტყვის ეს აპარატი. აბა იგივე ქუდრინი. მაგლა დუ. მოგიფარე. ეს შე არ მოგიფარე. არა. აპარატი როცა იგებს დასაულია. ბატონო ზაურ, რა სიტყვაა ხალხში, ხონახია რა. ოსი ქალბატონის გამოსვლა ნახე როგორი იყო კაცო, როგორ მიიღეს. ოსი ქალბატონი ქართულს ასწავლეს. აი პატარა ღონისძიება. ეს ხარი უბედურება რომ ქართულ ტელევიზიებს ერგნეთი აქციას აი საშინელი რაღაცები გადმოდი. აგერ თბილი პატარა ღონისძიება ტარდება, არავის არ აინტერესებს. ასე წავალწინ. არა, ყველასურის ეს უნდა განზოგადდეს. რა თქმა უნდა, მაგას ვამბობ, მე ყველასთან გაგზავნილია, მითხრეს ყველას უთხრეს, როგორ თქვენ მეც გითხრეს და ჩამოვედი პირველად ყოველ წელს თუ რაიმე განსაკუთრებული არ იქნა ჩამოვალ აქ, იმიტომ რომ ასეთ სიტყვა ებატონი. აგერ მერესიმ და გადმოგცე რომ აი აგერ დიდი მადლობა მინდა უთხრა. მერე გეტყვით. მოგზადე ხალხო. რამიდა გოგა ოჩი თაგეთ ვერ გამოჩნდებით ისე. ეგერ. დადებოდი. არა, სიდანტეკე. გოგა მოდი კაცო. მოგზავნით. დიდი ჯამიტევა. ვარგეპარები. მამიკა. არა, ფედაბძანდი ჯობია. ბატონო ვანიკო. გიორგი. მოდი, დროზე. აი ეს ბავშველო, ბავშვ დაუზახეთ. მოიცადე ერთი ვერა მოდის ცოტა შევიწოდეთ აი მამუკა მოდი მოდი იმედო ზადა შენ არ ჩახარ ბატონო მერაბ ერთი წუთი დროზე ბატონო მოგდარი ორივე ჩამოჯექეთ, ორივე კაცო. ბატონო ანზორ. აი ხლა ბევრი ვინმე გიყურებთ აგერ. აი ეს პიროვნება გახლავთ ამის ორგანიზატორი პირდაპირ ეთერია, Facebook-ზეა, ბევრი გიყურებთ. უთხარით თქვენი სიტყვა საქართველოს. ერგინეთიდან შემოძახილი ბატონი ანზორის. მე მინდა რომ გითხრა და ყველა ქართველს რომ მინდა მშვიდობა, ბედნიერება, სიკეთე გისურვოთ საგვისპირა სოფლიდან ერგინეთიდან. მე მინდა რომ გითხრათ რომ ბევრი კითხვა რომ იბადება რომ ერგინეთი შეიძლება შემოსვლა, ნამდვილად შეიძლება აქ დაგხვდებიან ისეთი ღირსეული ქართველები რომლებიც ამაგრებენ აქ საზღვარს, აქ იზრდება ისეთი მომავალი თაობა, რომლებიც იქნებიან ღირსეული ქართველები. ჩვენ მასპინძლობაც ვიცით კარგი და მოგზანდით, გამოგცადეთ, იქნებეთ გვიწვამბობ. და დღევანდელი დღე ეძღვნება აფხაზეთში და სამაჩაბლოს გარდაცვლილ ბიჭების ხსოვნის დღეს, რომელიც 5 წელიწადი აქ იმართება. მადლობა ღმერთს, რომ წლებამდე წესად შედგა ღირსეულად, აქ შედგა ასე იგი თამაში იმ ბიჭების სულების უკდავ საყობად და იმ პატარა მომავალი თაობა, რომელიც უთი გააგორეს, ეს იყო სიმბოლო იმისი, რომ აქ ისევ გრძელდება სიცოცხლე. ამიტომ მე მინდა რომ ყოველ ქართველს უთხრა იმ დაღუპული გმირების სულებს მოუვწყვილეთ წმინდა სანთლებივით და პატივი მიმაგოთ, რასაც ისინი იმსახურებენ. იმიტომ რომ ისინი დაეცნენ მშვიდობიანი ბედნიერი საქართველოსთვის და მე მინდა რომ ყოველ ქართველმა ეს მათი გაღებული სისხლი დავაფასო და სათანადო პატივიცეთ. მე მინდა ერგინეთიდან, მინდა ჩემს სტუმრებთან ერთად, ჩემს ერგინელებთან ერთად მოგიტყნათ უდიდესი სიყვარული, უდიდესი პატივისცემა და უდიდესი რა ვიცი
იცოცხლეთ, მაგარი კაცი ხარ, ხოჭა. დაშით მივესალმოთ, აი ესეთი ბედნიერებაა, რომ ასეთ სულის ადამიანები არიან და თქვენ ხართ თავარი დავნაშავე, დიდი მადლობა რომ დღეს აქეთ ვარ, პოეტი ქალბატონი და მე მგონი დამეთანხმებით რომ ეს არის სოფელი, რომელიც შურით და იმით კი არ არის სავსე და სიზღით კი არ არის, სოფელი რომელიც ფიქრობს რომ ნამდვილ ოზმებთან ერთიან საქართველოში ვიცხოვროთ. სწორია ხომ? ნამდვილად ასეა. გეთანხმებით ბატონო თეიმურას, ხოლო სიყვარული დაგვაბრუნებს ერთმანეთთან, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ რომ არა მოიტანა წედრები, ქვრივები, ობლები, არაერთგზის. ყოველ ჯერზე, როცა ძალით ხდებოდა ვითომ დაბრუნება იმ ტერიტორიების, მოყვა საშინელი იმედგაცრუება, მოყვა იმ ქართული ძირძველი მიწაწყლის დაცარიელება და ამ 1000-ობით დევნილი შეემატა საქართველოს და ამან ძალიან დიდი უბედურება მოგვიტანა. ჩვენ ვართ ნათესავი ერი. ვინც ამას არ ფიქრობს და არ თulis ასე რომ ეს ასეა, ის არის დაუძინებელი მტერი. იქით ამხარი საქართველოსის და აქეთის და მე ერთი რამე გითხრათ ბატონო თეიმურას რომ აქეთ რომ გამოვედით და სასტუმროში შეგვასახლეს ჩვენ ცხირმალელი 9 ოჯახი 9 დედაენის წიგნი მოგვიტანეს დილით ქართული უნდა გასწავლოთო და ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი ომი რაც გადამიტანია გულწრფელად გეუბნებით იმიტომ რომ მე დავწმინდი რომ ნახევარზე მეტმა საქართველოს მარიცოდა რომ სამაჩაბლო იყო ძირძველი ქართული მიწაწყალი 1000-ჯერ გავიმეორებ ამას მას შეუცვალეს ეროვნება არც ოსებს არ უნდათ ეგ ეს იყო რუსული იმპერიის ძრაფები ეს იყო მადა გაუმაწყარი რუსული იმპერიის და მიაღწია მაგას გაბრიყვებული ხალხით სამწუხაროდ ქართველებითაც დიდი წვლილი მიგვიწვის ჩვენ პოლიტიკოსები ოსი და ქართველი პოლიტიკოსები ხალხი აქ არაფერ შუაშია ხალხი არის დაზარალებული მადლობთ ყურადღების მე მინდა რომ ის სიგნი რომ დიახ კი ბატონო მე მინდა რომ აი მაგ ქართველებს მე მინდა ესეთ რამე უთხრა დღევანდელი დღე ეს ჩვენი მომავალი თაობის ჩართულობა თუ უпроსი თუ პატარ ჩვენ ყველა ერთად გაერთიანებულები ვართ ჩვენ წარმოვადგენთ ერთიან საქართველოს და ეს არის გამოძახილი ცხინვალისა რომ ჩვენ თქვენთვის მტრები არა ვართ ჩვენ გვიდა შიდობა და თქვენთან აგაშენა მიმაჩნია რომ აი დღევანდელი დღე და არა ჩვენ ყოველწლიურად ვიხსენებთ ომში დაღუპულებს საქართველოს ერთიანობისათვის აი ეს საქმე არის პატარა დასაწყისი პატარა არ არის თუმცა არა ძალიან დიდი რამეა საქართველოს გაერთიანებისათვის ეს უნდა გააცნობიეროს ყველა ქართველმა და პირველ რიგში ოსებმა ამ შემთხვევაში და აფხაზებმაც მაგრამ ახლა რადგანაც აქ ვართ ოსებმაც რომ ეს არის როგორ ვთქვა დიდი ნაბიჯი გადადგმული გაერთიანებისათვის მიუხედავად იმისა რომ ჩვენ დაღუპულებს ვიხსენებთ ეს აქ მარტო ქართველის გახსენება არ არის აქ იმ ოსების გახსენებაც არის რომლებიც კარგია ხოჭა ხოჭად რო ვთქვა ანკესზე წამოგებულები კარგია დიდი მადლობა რა ბრძანეთ ხوار იტყვით რამეს თქვით ერთი ორი ისე ვიტყვი რომ სიმბოლოა დღევანდელი დღე მშვიდობის და სიყვარულის რომელსაც აუცილებლად უნდა მივაღწიოთ ყველა ღონე და ხერხი უნდა ვიხმაროთ ამისთვის რომ ეს დიპლომატია სახალხო დიპლომატია აუცილებლად და დიდი მადლობა ქალბატონ ციცინოს ასეთი გვერდით დგომისთვის ჩვენ აი მუდმივად წყობში ვყავართ და დიდი მადლობა თქვენ ბატონ თემურ და ჩვენებს ახლა მერაბის ბატონ ვანო ჯაფარიძის ერეკლე უგრელიძის ჯუბაღებელის აქ-ყოფნა დღეს და დიდი ამბავია რომ ასე ჩამოდიან წიდან წლებშიც ბევრი იყო მაგრამ მნიშვნელოვანია ჩვენი ნინოს ეს ძალიან უკვე ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მაგალითია ხო კი ქალბატონი ნინო ჩვენი მამოძრავებელია ასეთი მგეში და აგერ ქალბატონი ციცინოც ასეთი და ამ მაგალითს გაისათ მეტი შემოუერთდება მერე უფრო მეტი იფიქრებენ ადამიანები კიდევ ახალი იდეები წამოვა რომლითაც აუცილებლად ჩვენ ახლა ვიცით ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ისეთი ლექსი მზიახეთა გულის ცნობილი ლექსი წინვალე ქალბატონი მზია მე მონაწილეობა მაგრამ წელს არ არის თბილისში და მე რაზე პირად ნამდვილად არ ვიცი მაგრამ მე მაგ ამ ლექსის დაწერის დროს მასთან ეს ურთიერთობა და
ჩვენი საუბრის შემდეგ შედგა ეს არის მართლა შედევრი და მართლა მნიშვნელოვანი რამ, რომელიც ამბობს, რომ პანთეონებში კი არა, დამასაფლავეთ ზედ საზღვართან. დამასაფლავეთ მშვიდობის და სიყვარულის. წყინვალია. სიყვარულის და თვითონ როგორც ამ ორი ერის ძალიან ღირსი. ქალბატონი მზეა, დიდი ქალბატონია, დიდი პოეტი და დიახ. თავისი შემოქმედებით, თავისი საზოგადოებრივი მოღვაწეობით და თავისი საოცარი აზროვნებით, ღირსებით, რა თქმა უნდა, ამით დავიწყე, არის ზია ამის ღირსი და მაგალითი. მართლა თუ შეიქმნება ასეთი მაგალითები, ჩვენ მართლა შევძლოთ მივაწვდინოთ მთელს სამყაროს. კარგია. დიდი მადლობა. ქალბატონი ციცინოს ლექსიც მინდა გავიხსენო. ყაყაჩო ტრაგიზმით არის სახსეთ. ლიახვის პირზე ტირის ყაყაჩო. ნუ არ შემიძლია, მე პირადად არ შემიძლია ცრემლის გარეშე მაგ ლექსიც მოსმენ. აი ეს ორი პოეტი, ქალბატონი ციცინო და ქალბატონი მზეა, სახეები არიან ზუსტად. აგაშენათ ღმერთმა, აგაშენათ. ღევადელი ისტორიის. აგაშენათ. ბატონო აზორ ყოჩაღ როგორ კრავთ ყველაფერ ამას. ერთი ორი სიტყვა გიყურებენ. ბევრი ითქვა და ახალს არაფერს არ ვიტყვი. კიდევ და კიდევ მადლობას გადავუხდი ბატონი ანზორს, რომ ეს არის საწყისი მართლა ესეთი ღონისძიებები უნდა მეტად გაფართოვდეს და უფრო ხშირად და უფრო ყველგან ფართო მასშტაბით უნდა იყოს, რომ ხელი შეუწყოს ამ ჩვენი ოსეთის თუ აფხაზეთის ყველას გაერთიანებას. დიდი მადლობა. რამე შეძახეთ? რა გაქვთ? კარგი რაღაც უთხარით. ერგნეთიდან საიმედო სიტყვა. ერგნეთიდან გამთლიანდეს ჩვენი საქართველო და მალე დაგვებრუნებინოს. ძლიერი სოფელია, ძლიერი. სამაჩაბლო და ჩვენი აფხაზეთი. დიახ. გაუმარჯოს ჩვენს საქართველოს, გაუმარჯოს აი ამ კუთხეს, ამ საოცარ ქართლს, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ყოველთვის ჩამოვდივარ აქ და ბატონი ანზორი, რომელიც აი ამ უდიდეს საქმეს აკეთებს, ეს არის გმირობა. რომ არ დავივიწყოთ ჩვენ თავარი ადამიანი მარტო დღევანდელი დღით არ ცხოვრობს, სამ დროში ცხოვრობს. ჩვენი წინაპრები სწორედ ამას გვასწავლიდნენ წარსულში, აწყობსა და მომავალში. ჩვენს მომავალ თაობას ესე უნდა ვასწავლოთ, რომ სამ დროში ვიცხოვროთ, არა მარტო ეხლა აწყოში. ეს ტირიფია თუ რა არის? ტირიფი არის. მუხრამაჭავანრიას ერთი ლექსი აქვს, რომ ტირიფზე პატიოსანი არაფერი არისო და ეგერ მოგედო. არაფერია. არა ჩვეულებრივი არის თან აი მემორიალთან და ტირის ეს ტირიფებიც და იმედიც უნდა გქონდეს. აი დღევანდელი დღე არის იმედის დღე, რომ კარგია. ეს ბავშვები, აი ეს მატჩი, რომელიც გაიმართა, იმედია მალე აი საზღვარი გაიხსნება და ოს და ქართველ ბავშვებს აუცილებლად. აი ეს სიგნია ამის ნიშანია, ეს მთელი საქართველოს როგორც იტყვიან, მთელი რესურსები აქვს და ეს ქართველების და ოსების ერთობლივი შემოქმედება არის და ნუ ესე უნდა გავაგრძელოთ ჩვენ ურთიერთობა. ეს მინდა რომ გადაცეთ თქვენ სკოლას, გადაცეთ ამას ბატონ ანზორს მე მას გადავცემ წარწერა სხვის იმით მქონდა, მაგრამ მე რო ჩამოგიტან კიდევ მანამდე წაიკითხე ზოგიერთი რამ და რა ვიცი. ბატონი ზიად გამსახურდია ბრძანებდა რომ სამაჩაბლოს ხსნის გასაღები სამაჩაბლოშია. ჩვენ არ ვიცით რა არის ეს, მაგრამ ბატონი ანზორი სხვანაირად უყურებს სამყაროს, თქვენი საუბრებდა დარწმუნდებით რომ ეს მართლა ჩვეულებრივი ადამიანი არ არის და ის ამბობს რომ სამაჩაბლოდან დაიწყო საქართველოს რღვევა და სამაჩაბლოდან დაიწყება გამთლიანება. აგაშენათ ღმერთმა. უფალმა ინებოს. და მე უკვე ვაგროვებ, ეს ძალიან მალე მოხდებაო. როგორც უცებ გამოყვედითო, ისე უცებ დამთავრდება ყველაფერი და დაბრუნდებითო და მე ვაგროვებ ადამიანებს იაგვაქვს უკვე ფეიქს უნდა ჩემ ჩამოსვლას ელოდებოდით და იწყება ეს პროცესი. და დაბრუნდა და სიაგვაქვს რამფელა ბედნიერი ვარ. რომ თქვენ ჩამოვძანდით. რას ამბობთ კაცო ეს ჩემთვის? თქვენთან ნატრობდი შეხვედრას. ისე მინდოდა თქვენი ნახვა და მე მინდა რომ გითხრა დაზე თქვენი მე როგორც მითხრა რეზო ხარაძაგაშვილი. რეზო არის თქვენი მეგობარი. რეზო არის ჩემი მეუღლის ბიძა. ოი რას ამბობთ? რეზო მითხრა ანზორი აუცილებლად რაღაც გავაკეთებო და მე ვთქვა არა მე კათოლიკებული. მე ფიქრობდი ჩემსკენ ჩამოვა. მოვედი, აგაშენა ღმერთმა ძალიან გავიხარე და ილაცვარ. როგორც აქამდე ვიხავი რომ აი აგერ აბა ახსენით ეხლა მე რომ აქედან
გამოვიყვანო იქეთ საზენო. ახსნილი. აი წავედი ჩვენ. მემსახურები? ვაიმე არა, ვაიმე. ის კაც მემსახურები, აბა. დადექით მაქედან, დადექით. ავიღოთ. უკან არ მინდა მოხმარება, წინ აბა, წინ. საით მივდივართ ახლა? დავიდეთ, სადაც მივდივართ. მანქანამ. მამუკა. სასაული კაცი ხარ, სასაული კაცი და კარგი არ შევხვდით. მამუკა. დაუძახეთ. მამუკა. მოდი ტრა. ეუხერხული. აი რა სხვა. მამუკა, ზოგადად. აგერა, თქვენ წავიდეთ. კი ბატონო. ბატონო. კი ბატონო. თაბოზე ამოგიყვარდება ცოტა. წავიდე მამუკა მე წავიდე. სად არის მანქანა? არა, მანქანა არა, პასუხი. ტექნიკურად წავიდე. ეკლესიაში მოვედით. სოფელ ერნეთის ეკლესიაში. ესეც სოფელმა აღადგინა. აქედან 1 კილომეტრია უკვე საოკუპაციო ზოლი. ეგერ გაჩვენებთ სასიამოვნო ხალხი, რომელსაც ასეთი ტანჯვა წამება და უბედურება გადაიტანა, ასეთ რამეებზე ფიქრობენ. ასეთი ეს ეკლესიის ეზო. მერტო გააძლიერე ჩვენი ქვეყანა. დიდი მადლია, აგერ მდინარე ჩადის. აქედან სულ ნაპირი ჩანსობი ჩვენი ძმები ჩვენი. Tata shina grem sakwegana sazeda puri choni arsobisa mogu chven dres tamomiteven chven tanadebni chveni vitarsa chven miute tanodeb tama chven ta da nusheleqoneb chven dasasal saramat virsen chven borotisgan amin 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 Vertikal leksion dat kwak. Vertikal leksion dat kwak. Asrum საერთოდ გამერე ცოტა ცხოვრებას აღხედავ. ჩემი სამშობლოს თავებზე უფალი ამონახდება აქ პოეზია ისლა და თისმსროლებზე კიდია. ჩემი სამშობლოს მაგმა დედამიწაზე. კარგია, კარგი. აბა ყველა ხალხს და ყველა სამოცავს. კაც გამარჯვებს, ვინც ქვეყანას გულით დამოცავს. Ვინც მოხდილი ფერდმოდრებით დაიჩოქებს სუფრის კარებთან დიდება უფალ ღვთიურ ხატს და ღვთიურ სიხარულს ამის გარეშე ვერ იღირსებს კაცის სიყვარულს ალა ვერტილარ მე კაცს ვისაც უყვარს მამული გულით ვინც მამაცია ვინც ძლიერია ქვეყნის ტკივილით ვისაც ტკივა სხეული სული ღმერთის და კაცის სადღეგრძელო დავლინო მინდა ღმერთის და კაცის სადღეგრძელო წმინდათა წმინდა ღმერთოდ კაცი როგორ ვიცნო მითხარით კაცად ან ღმერთი ღმერთო მომიტევე როგორ ვიცნო კაცის გარეშე დიდება უხავს ღვთიურ მადლს და ღვთიურ სიყვარულს და კაცს რომელიც გულით ატარებს ღმერთისა და კაცის სიყვარულს აგაშენეთ გულს შენ იმნო ჩვენო ხათა და გირთა ხოლო ჩვენ ვერწმობ სამას კარგია იბერისენა ენავთან კარგია კარგი რამეები გავხსენეთ ეგერ მე მინდა ეკლესიის ეზოც და მე სოფელის გაჩვენოთ რომ როგორი
დატვირთულია სოფელი ხალხი ცხოვრობს. რა ეს არის საქართველო, ეს არის ქართული სული. მშვენიერი რა სილამაზეა. ხე როგორი სილამაზეა ნახეთ. ეს ეკლესიის ეზოა. ვიღავით მისული სადაც გამყოფი ზოლია, საოკუპაციო ზოლი როგორც იტყვიან და როცა ვიკითხე რომ ცხინვალში როგორ შეიძლება ოფიციალურად გადავიდეო, გითხრეს რომ მხოლოდ უნდა გადავიდეთ თურმე ჩრდილოეთ კავკასიაში და ჩრდილოეთ კავკასიიდან მერე შეგვიძლია გადავიდეთ ცხინვალში. არ ამგონია რომ სწორი ეს, არ ამგონია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისა რომ ვისაც სურვილი აქვს და ვისაც შეუძლია და რაღაც აი აქ უნდა იყოს ეს მოლაპარაკება რომ ადამიანებს ერთმანეთში უნდა მოძრაობდნენ. წარმოუდგენელია ეს მე მართალი გითხრათ გაუცებული ვარ. ესე იგი ცხინვალში თურმე რომ ჩახვიდე ახლა უნდა ჩახვიდე ვლადიკავკაზში. არ ვიცი რა გითხრათ. და იქ სადაც მივედი ჩვენ საოკუპაციო ზოლთან იქედან 1 კილომეტრია ცხინვალი. აი აგერ როგორი სოფელია, აგერ გავივლი ფეხით გაჩვენებთ რომ როგორი დახუნძლული ეზოები აქვთ ადამიანებს ხეხილით ეხეთ ცხოვრობს ხალხი სავალთე ჩვენ აი ესე ესეთი ნოეგერ სასრაფის შიგნით ცხოვრობს ხალხი აგერ აქეთ ძირითად სახლი დანგრეულია მაგრამ გვერდით სახლში ცხოვრობენ აქ მდინარე ჩადის ღვთიური ადგილია სასაული ადგილია პეტრესო ვერ ისურვებ რა ქვეყანა გვაქვს ცხინვალია ვენახი ხარობს ვაზი ხარობს ხეხილი სიცოცხლეა აიც წყალი ხომ სოფელი ერგინეთია ბატონებო ეს დავდივარ სოფლის შუკებში და ვხედავ ძალიან ბევრ სამომავლოდ რა დაპირისპირება ქვეყანაში ბატონებო რისი დაპირისპირება შევკრათ პირი ქართველებო საქართველოში მცხოვრებო ყველა ერის წარმომადგენლებო აი იქეთ უკვე მდინარის მეორე მხარეს იქეთ უკვე ჩვენ ძმები ცხოვრობენ როგორ შეიძლება ეს ეს უკვე აი ნახეთ ის უკვე ცხინვალია შეხედეთ ხალხო ნუ შეხედეთ ეს ხო წარმოუდგენელი აქედან იქედან 1 კილომეტრია იქ უკვე ცხინვალია და ჩვენ ძმობით სავსე ადამიანები ერთმანეთთან ვერ მივსულვართ მოვერევით ყველაფერი ამას ჩვენ ქართველები ოსები აფხაზები მოვერევით ამას ძალა უნდა ნახეთ ვაზი ხარობს დავდივარ სოფლის შუკებში ბედნიერებაა რომ ხედავ რომ აგერ აუგია სახლი დანგრეული იყო ყველაფერი და აშენა მოაწესრიგა ვინც უყურებთ ან ვინც ნახავთ ყველანი ერთად ჩავთვალოთ რომ ვართ ერგინეთში ვარ ჩვენს ძლიერ თანამემამულეებთან სოფლელებთან და ვართ მეგობრობის შემოძახილს ვაკეთებთ ჩვენი ოსი ძმების მიმართ რომ ქართველებს ოსებს აფხაზებს ერთმანეთის გარეშე ჩვენ არ გვაქვს დიდი მომავალი და ამიტომ ნახეთ
ეს სიცოცხლეა. ხალხი ცხოვრობს ამ სახლებში. ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღეა. ავადმყოფობას დამავიწყა. ძიმე იყო საფულში გაცივება. და უნერვიულობდი რომ აი თუ ვერ შევძლო მეთქი წასვლა, მაგრამ უფლის ზალით შევძელი ჩამოსვლა. როგორ აქვს მოწესრიგებული ეზო გარემო ჭიშკარი კაფენილია. გარეთანო სიცოცხლეა ამ ოჯახში. ვენახი მოწესრიგებულია ყველაფერი. ძალიან ცხელი ამედია და გამარჯობა თქვენი. აი, კარგი ოჯახი. ძაღლი რადგან არის, იგი სიცოცხლეა, ნახეთ. აი, სოფელია ხალხი მოძრაობს. ბედნიერება, მანქანებია, ვაზია, ხილია, ხეხილია. ჩვენი მოკუსია. მოკუსია. გამარჯობა თქვენ. სიკეთე აქ ცხოვრობ თუ აკეთებთ რა? აკეთებთ. აკაურები ხართ? საიდან ხართ? როგორ? დევნილები. აღაშენათ ღმერთმა, კარგად იყავით, სიკეთე გქონდეთ. სახს ადგენს პატრონი, რა ჩობს ამას. აი ნახეთ. როგორ არის ყველაფერი მოწესრიგებული. ეგერ მაისმის გამარჯობა. ცხოვრობთ აქ ხომ? არა, თქვენ აქ ცხოვრობთ თუ? არა, სტუმარი. აი აზორის სახში მოვედით. აი ნახეთ როგორ არის ჩვენი მთავარი დღევანდელი დღის მთავარი გმირი. როგორ არის, როგორი მოწესრიგებული აქვს ეზო. ოჩახ. ძალიან ჯოს აღარ მოწესრიგებულია ყველაფერი. რომ მოშება და დამთავრდება ყველაფერი, კაიცხორი მაშინ უნდა ჭამო. ამზადებთ, შესაძლოა ამზადებთ. ეპილეფსია. ნახეთ როგორ მოვლილია ყველაფერი. კარგად გავლილია. ხარობს ვაზი. ასია ვინც ნახეთ ან ნახავთ, ვიყოთ იმედით. სოფელი ერგინეთია. ბოლო სოფელი. და იქეთ უკვე ცხინვალია. ცხინვალსაც გავხედეთ. და რა ვიცი, რა გითხრათ. იმედიანად ვარ. ეს არის მთავარი გზა. რომელსაც გორისკენ მივყავართ. მერე და აქაც
მოკლედ სიცოცხლეა ირგვლივ. სიცოცხლეა ირგვლივ და ხო კარგად ვიარე ფეხით. ხო კარგად ვიარე ფეხით. თქვა მდინარეში შეცურაო. იქეთ გადავხედე იმას იქეთ. ცხინვალიც დავინახე. ეს ვაჩვენე კაცო, სოფელია ცოცხალი. და საზღვარზე უნდა წავიდესო ესო. აბა კიდე ერთხელ შევძახოთ ერგნეთიდან ძლიერება საქართველოს, სიკეთით გამარჯვება საქართველოში. არ არის დაპირისპირების დრო. დაუბრუნდებით, არ არის დაპირისპირების დრო. დღეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთობის დღე და აი ამიტომ თუ შევძლებთ ქვეყნის შიგნით ერთობას, ჯერ აფხაზები, ოსები და ქართველები დაგვაპირისპირეს. ეხლა საქართველოში შიგნით ჩვენ დაგვაპირისპირეთ. იქეთ ოსებში დაპირისპირებაა შიგნით. იქეთ სოხუმში და აფხაზეთში დაპირისპირებაა შიგნით. ეს მექანიზმია როგორ ჩანს ასეთი. მე ყველაფერი ეს ოჯახებში გადავა, თუ ყველაფერი არ შევაჩერეთ, ცხოვრობ სოფელი. გამარჯობა. ვაშლი მიაქვს. მაგრად ვიყოთ, სიგეთით ვიყოთ.